ბისეკის გენერალურ მდივანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, როგორც უკვე გითხარით, დასრულდა პირისპირ შეხვედრა. ახლა უნდა გაკეთდეს ერთობლივი განცხადებები. ჩვენ გთავაზობთ მას პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. მივესალმები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბატონ ლაზარ კომანესკუს. მოხარული ვარ, რომ დღეს გმასპინძლობთ თბილისში და მადლობას გადაგიხდით ჩამობრძანებისთვის. 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველო გახდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველო თავმჯდომარის რანგში წარმართავს ორგანიზაციის მუშაობას და მაქსიმალურად ვეცდებით ხელი შევუწყოთ მის ეფექტიან ფუნქციონირებას. ჩვენ გვჯერა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია. დღეს შავი ზღვის რეგიონი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით, რაც ერთგვარად გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრში აქცევს ჩვენს რეგიონს. გამოწვევებთან გამკლავების გზების ძიებასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ იმ შესაძლებლობებზე მუშაობა, რაც არსებობს შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის უალტერნატივო დაკავშირებადების უალტერნატივო კვანძად აქცევს. რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში. ჩვენი ხედვა ეფუძნება დაკავშირებადობის გაძლიერებას, სადაც შუადერებანი არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტია, არამედ უსაფრთხო სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ხიდი. მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივები, მათ შორის ნავთობსადენი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება, რკინიგზის სისტემის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტის პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და შესაძლებლობით და ხაზი გავუსვა საქართველოსა და ბისეკს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც ბისეკის დამფუძნებელი წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონში დიალოგს და ეკონომიკურ მდგრადობას. არსებული უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ორგანიზაციის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში. თავმჯდომარეობის ფარგლებში განსაზღვრეთ რიგი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება დაგეგმილ ღონისძიებებს და ინიციატივებს. საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას, შუადერებნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას. ჩვენ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, მომდევნო 6 თვის გეგმები და პრიორიტეტები, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის დღის წესრიგს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში. დასასრულს მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო გენერალურ მდივანს ქართული მხარის მგზაობა თავმჯდომარეობის ფარგლებში ხელი შეუწყოს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას, რათა შავი
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია დარჩეს ქმედით ინსტრუმენტად შავი ზღვის რეგიონის განვითარების, კეთილდღეობის და უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისთვის, თანამშრომლობისთვის და იმეც გამოვთქვამთ, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა იქნება ეფექტიანი და შედეგიანი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ქალბატონო მინისტრო. ნება მომეცით. თავიდან მადლობა გადაგიხადოთ და მოგესალმოთ ყველას აქ დარბაზში მყოფთ. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, აქ ყოფნისთვის. დავიწყებ იმით, რომ მე განსაკუთრებით სიამოვნებს და მაქვს პატივი, რომ საქართველოში ვიმყოფები და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ასეთი მდიდარი პროგრამის ორგანიზებისთვის, რომელსაც აშკარად აქვს იმის ამბიცია, რომ ხაზი გაუსვა საქართველოს როგორც დამფუძნებელი წევრის მნიშვნელობას ჩვენი ორგანიზაციის არსებობაში. მე ისიც უნდა ვთქვა, პრინციპში საქართველოში გენერალური მდივნის თანამდებობა, როდესაც დამეკისრა, წელიწადში ერთხელ ვცდილობდი საქართველოს ჩამოსულიყავი და ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ღონისძიებებში, დისკუსიებში, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას უკავშირდებოდა და ამით პრინციპში ვადასტურებთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და ჩვენი ორგანიზაცია. მადლობას ვუხდი საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონმა მინისტრმა როგორც ბრძანა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში 2026 წლის პირველ 6 თვეში ორგანიზაცია შეძლებს ნამდვილად ძალიან ხელშესახები შედეგების მიღწევას. ასევე იქნა ნახსენები ქალბატონი მინისტრის მიერ, რომ ჩვენ გამოწვევების, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, მაგრამ მეორე მხრივ ვიტყვი, რომ აი ეს სერიოზული გამოწვევები პრინციპში გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ვიპოვოთ გზები და დავამტკიცოთ, რომ ვართ მედეგი, ძლიერი, გამძლე ორგანიზაცია. ყველა წევრი სახელმწიფო თავის წვლილს ქმნის ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებაში. და ჩვენ უკვე განვიხილეთ დღეს შეხვედრაზე და ვაპირებ ამ საკითხების განხილვას შემდეგ შეხვედრებზეც, როდესაც მექნება პატივი შეხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წვლილით და საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი წინსვლის მიღწევას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორ თქვა პრინციპში, გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც გვაძლევს ეს გამოწვევები, ეს სერიოზული გამოწვევები. ამ არსებულ პირობებში რეგიონალური თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამიტომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია არა მარტო ვალდებულია, არამედ შეუძლია ამ ორგანიზაციას, რომ კიდევ უფრო მეტი წინსვლა შეიტანოს ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში მთელს რეგიონში. ამაზე საუბარი ქონდა ქალბატონ მინისტრთან და გვექნება დღის განმავლობაშიც, რა შეიძლება გაკეთდეს თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში, იმისაც რომ ეს მიზნები იქნეს მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საფუძველი, კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბოლო 2 წლის განმავლობაში. სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტიც გაგვაჩნია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი ეკონომიკური დღის წესრიგი გქონდეს 2023 წლიდან მოყოლებული. ჩვენ გვაქვს პროექტების განვითარების ფონდი, რომელიც კვლავ განახლდა და გააგრძელებს მუშაობას და ვეძებთ შესაძლებლობებს იმისაც, რომ გარკვეული რეგიონალური პროექტები განვახორციელოთ საქართველოს მონაწილეობით და თავმჯდომარეობით. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი ინიციატივებიც იქნეს განხილული, განსაკუთრებით The areas like connectivity, energy, and yes, I fully agree that in terms of, for example, tourism and cultural exchanges, this region of Black Sea has an immense potential, and we have to put it into value. Of course,
the minister was referring also to the security challenges which we've been and we are to cope with in this part of the world. And I would simply add to what the minister was saying that there is an extremely important economic dimension of the security. And through development of economic cooperation, we contribute to the long-term, predictable, stable security in our region. And this is what we are here for. And once again, Madam Minister, you may on and the readiness of the Permanent Secretariat to, under your guidance, to do whatever is necessary so as to be successful. And I'm sure that the Georgian presidency chairmanship in office of the organization will be a successful one. Thank you very much. დიდი მადლობა. როგორ შეიძლება? პირდაპირ ეთერში მოისმინეთ ბისეკის გენერალური მდივნის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადებები.